საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკვე ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორიც არის. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონის პირველი პირის პოსტი დატოვა. სააკაშვილი ქვეყანაში დარჩენასა და ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვის საქართველოში. ნოდარ ჩაჩოა გვერდდება პოლიტიკური შეფასებებით პირდაპირ ეთერში. ნოდარ გისმენთ. დიახ ვასილ, რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილს, მან უკვე მიმართა ოფიციალურად პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ყველა საჭირო დოკუმენტაცია უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია გადაგზავნილი. თუმცა პრეზიდენტ პოროშენკოს ჯერ მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნასთან დაკავშირებით ხელი არ მოუწერია, ვინაიდან კანონის შესაბამისად ჯერ აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა წარედგინოს მთავრობას და მთავრობის წარდგინების შემდეგ უკვე პოროშენკო მოაწერს ხელს მიხეილ სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას. მანამდე კი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დარჩება ოდესაში, როგორც მისი თანაშემწე აცხადებს, თუმცა არც შემდეგ უკვე ოფიციალურად გადადგომის შემდეგ მისი თანაშემწის განცხადებით არაპირებს წავიდეს მიხეილ სააკაშვილი თავად ოდესიდან, ვინაიდან მას ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი. შეფასებები პოლიტიკური უკვე კეთდება მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია გახდა ცნობილი საქართველოში. მართველ გუნდში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა კითხვებს მოხსნის, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასთან საუბარია საქართველოს უკრაინას შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდის განმავლობაში ისმებოდა. მე მისი საქმიანობასთან დაკავშირებით მაღალი წარმოდგენის არა ვარ, მაგრამ ურთიერთობებთან დაკავშირებით ვფიქრობ, კითხვის ნიშნები სააკაშვილის განცხადებების გამო, მისი მოქმედებების გამო, რევოლუციური სცენარის განვითარების გამო მოკავშირე და მეგობრულ ქვეყანაში, როგორც საქართველოა უკრაინისათვის, აი ეს კითხვის ნიშნები ნამდვილად მოიხსნება, ამაში დარწმუნებული ვარ. მისალუცია ოდესის მოქალაქეებისათვის და უკრაინელი ხალხისათვის. ვფიქრობ, რომ მან ის პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს, რომელიც მას ეკისრება იმისათვის, რაც მან გააკეთა საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის ქმედებისათვის, როგორც ხელმძღვანელს და არქიტექტორს ამ რეჟიმისას, იმ დიდი ზიანისათვის, რაც მიაყენა ქვეყანას, რაც მიაყენა ხალხს, რაც მიაყენა ცალკეულ ადამიანებს და ასე რომ პოლიტიკა არ არის მისი ადგილი, მისი ადგილია პასუხისმგებლობა. ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას დღეს შეფასებები მოყვა ასევე თავისივე გუნდში ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზეა საუბარი. ნაციონალურ მოძრაობაში ის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, ისინი როგორც თავად აცხადებენ, ფიქრობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, თუმცა ელოდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება მოხდებოდა ასე მოკლე ვადაში. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია უკრაინაში გაგრძელდეს ის რეფორმები, რომელიც ეგრეთ წოდებული სააკაშვილის გუნდის წარმომადგენლები ახორციელებდნენ უკრაინაში. ასევე ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში იმასაც აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინაში დემოკრატიის რეფორმების წარმატება. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა იყოს წარმატებული ბრძოლაში, რომელშიც ის იმყოფება რუსეთთან მიმართებაში და აქ, რა თქმა უნდა, ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ყველას, ვინც უკრაინის ბედზე ზრუნავს. ეს შეიძლება არ ნიშნავდეს, რომ უშუალოდ დაპირისპირება იქნება ყველასთან, მაგრამ ზოგადად დღეს უკრაინაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური სისტემის მიმართ მან თავისი ოპოზიციური დამოკიდებულება გამოხატა და შესაბამისად აი აქედან იქნება ალბათ მისი კონკრეტული ნაბიჯებიც უკრაინულ პოლიტიკაში გადადგომა. მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა, ასეთი იყო პოლიტიკური შეფასებები საქართველოში.